ეს არის კონტაქტი 8-ზე დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. ჩვენ შემოგვიერთება ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, რომელთან ერთადაც ვისაუბრებთ დაგეგმილი რეფორმების შესახებ. საღამომშვიდობისა, დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენი სტუმარი, ბატონო დავითი. საღამომშვიდობისა. ბატონო დავით, თქვენ დღეს კლინიკებთან ნაწილი საკმაოდ მკაცრად გააკრიტიკეთ. მე მაინტერესებს გასაგებია ის, რაც თქვენ დღეს ბრძანეთ, თუმცა საინტერესოა როგორ განისაზღვრება, როგორ შეირჩევა ის კლინიკები, რომელიც ამიერიდან უკვე ჩაერთვება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. რამდენადაც ვიცი, 2 თვეში უნდა დაზუსტდეს, ხომ? ზუსტად თქვათ რაოდენობა. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. პირველ რიგში ზოგადი ნაწილი, რომ შერჩევითი კონტრაქტირება არ არის რაღაც ჩვენი ახალი გამოგონება, ამას უამრავი ქვეყანა იყენებს და იყენებს ხარისხის, მაღალი ხარისხის ჯანდაცვის მისაღებად. ჩვენ შემთხვევაში კრიტერიუმები უკვე შემუშავებული არის, კრიტერიუმების ძირითადი ეშელონები, რაც შეეხება ტექნიკურ დეტალებს, შეიძლება ციფრობრივ დეტალებს და ტექნიკურ პარამეტრებს ეს უახლოეს პერიოდში დაზუსტდება, თუმცა რეფორმის ძირითადი მიმართულებები უკვე გაწერილია და ის არ შეიცვლება. მთავარი ლეიტმოტივი, რატომაც კეთდება ეს არის პაციენტების უფრო მაღალი დონის უსაფრთხოება და პაციენტებისათვის უფრო მაღალი დონის, მაღალი ხარისხის სამედიცინო დახმარება. დღევანდელ შეხვედრაზე მყოფ წარმომადგენლები სხვადასხვა კლინიკების ამბობდნენ, რომ პრინციპში მათ არ მიიღეს თავიანთ თავზე ეს კრიტიკა. ჩვენ დღეს ექსპერტებსაც ვესაუბრეთ, ისინი იხსენებდნენ, რომ ამ საკითხებს, ამ პრობლემების შესახებ ჰქონდათ მათ გარკვეული განცხადებები, მოსაზრებები, მცდელობა კომუნიკაციის ჯანდაცვის სამინისტროსთან. ანუ რატომ დადგა დღეს ასე მწვავედ ეს საკითხი, თქვათ, ეს იყო პროცესი, თქვენ აკვირდებოდით ამ ყველაფერს და დღეს გამოირკვა, მაინც და მაინც თუ ანუ რა მოხდა რეალურად, რატომ დღეს? ეს ხომ არ არის ახალი პრობლემა და ალბათ თქვენთვის მით უმეტეს არ არის, ხომ ეს სიახლე? დიახ, ალბათ მნიშვნელოვანი იქნება იმისათვის, რომ ნათელი მოუფინოთ, ასე ვთქვათ, საკითხს, რომ ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. დღევანდელი ჩვენი შეხვედრა კლინიკების წარმომადგენლებთან არტოფილა მათი კრიტიკის ამოცანას არ ემსახურებოდა, არამედ ემსახურებოდა მათ საქმის კურსში ჩაყენებას იმ ცვლილებების შესახებ, რომელიც არის მოსალოდნელი. რაც შეეხება იმას, თუ რატომ დღეს და არა გუშინ ან რატომ არა ხვალ, მოგახსენებთ, რომ ამ რეფორმის ძირითადი ლეიტმოტივი არის ხარისხი, ხოლო ხარისხის კონტროლი და მაღალი სტანდარტების დაწესება ერთ-ერთი ყველაზე უფრო რთული საკითხი არის. კლინიკებთან ჩვენ მუდმივი პერმანენტული კომუნიკაცია გვაქვს სხვადასხვა დონეზე, ის თუ ყოველდღე მინისტრს ხვდებიან, ეს აღნიშნავს, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან არ აქვს კომუნიკაცია. ჩვენ გამოვიყენეთ თავიდან უფრო ლოიალური მეთოდები რიგ კლინიკებთან იმისათვის, რომ მოგვექცია ასე ვთქვათ ისინი პაციენტის უსაფრთხოების და ხარისხის მაღალ სტანდარტებზე, ნაწილმა გაითავისა, ხოლო ნაწილმა არ მოინდომა ამისი გათავისება. შესაბამისად, ჩვენ კონსულტაციების ეტაპიდან გადავედით ქმედებების ეტაპზე. ბატონი აკაკი ამბობდა დღეს როიძე, რომ დრო მიეცემათ ხომ სამედიცინო დაწესებულებებს მოთხოვნების შესასრულება სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. ეს ვადებზე ჩვენ შეგვიძლია უკვე ვისაუბროთ, თქვათ რა ვადებში უნდა ჩასხდნენ ეს დაწესებულებები და იმისად რომ მოერგონ სტანდარტებს. ის ცვლილებები, რომელიც გატარდება წლის განმავლობაში, თავისი შინაარსით მოიცავს 5 სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ეშელონს. პირველი და ყველაზე სწრაფი ეს იქნება წყვეტილი, ფრაგმენტირებული და პაციენტებისთვის პოტენციურად საფრთხის მომტანი სერვისების მიმწოდებელი კლინიკების ჩამოშორება საყოველთაო ჯანდაცვიდან და მე არ მგონია, რომ მათ მიეცეთ რაიმე სხვა შესაძლებლობა, რომ დაკავდნენ კერძო, ასე ვთქვათ, ბიზნესის ჯანდაცვაში. მეორე ეტაპი ეს იქნება ფინანსური გამჭვირვალობის და ხარისხის ინდიკატორების, აი მაგალითად ჩვენ როცა ვაძლევთ რეკომენდაციას სამედიცინო დაწესებულებას, ხარისხის მხრივ მოგეხსენებათ შარშან მთელი წლის განმავლობაში და შარშან წლის ბოლოსაც ჯანდაცვის სამინისტრო მონიტორინგი ჩაატარა რამოდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში და მისცა მათ რეკომენდაციები. ასევე ნაწილმა შეასრულა, ნაწილმა არ შეასრულა ეს რეკომენდაციები. ვინც შეასრულა, მათთან გავაგზავნებთ ურთიერთობას, ვინც არ შეასრულა, მეორე შანსი უკვე ამისი აღარ ექნებათ. მედიკამენტების პაკეტით შევა ხომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და თქვათ რა კატეგორიას შეიძლება ამით სარგებლობა, თქვათ ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს ეხება სავარაუდოდ ხომ? და სამისოთ თანხების მობილიზება მოხერხდება, საკმარისი იქნება ეს თანხები? მოსახლეობისათვის პირველი რიგის პრობლემა ჯანდაცვის საკუთრივ სისტემაში სხვა სახის ტაქტიკური პრობლემები არის, მაგრამ მოსახლეობისთვის პირველი რიგის პრობლემა არის ამბულატორიულ მედიკამენტებზე
მაღალი, ასე ვთქვათ, ფინანსური ბარიერი. შესაბამისად, ჩვენი პირველი რიგის ამოცანაც ეს არის. იმისათვის, რომ მოიქცეთ ლოგიკურად და არასოდეს არ შეიძლება ნებისმიერი ბიუჯეტიდან, არც სახელმწიფო და არც კერძო ბიუჯეტიდან გააჩინოს საიდანღაც არარსებული თანხები. აუცილებელია, რომ არსებული ბიუჯეტის ფარგლებში გამოვიყენოთ ისეთი რაციონალური მიდგომა, რომელიც მოგცემს ხარისხის და როგორც შედეგს ფისკალურ ეფექტსაც. ხარისხი იმიტომ არის უმძლავრესი ინსტრუმენტი, რომ ბევრად ნაკლები ფული დაიხარჯება, ანუ მეტი დაიზოგება, თუ თავიდან იქნება აცილებული გართულებების შემთხვევების მართვა, თუ თავიდან იქნება შემცირებული თუ იქნება თავიდან აცილება შეუძლებელია თეორიულადაც. თუ შემცირებული იქნება დაგვიანებული შემთხვევების მკურნალობა, ეს არის მძლავრი რესურსი იმისათვის, რომ ჩვენ გამოვათავისუფლოთ გარკვეული თანხა, რომელსაც პირველ რიგში მიმართოთ ყველაზე მოწყვლადი მოსახლეობის ქრონიკული დაავადებისთვის სამკურნალო მედიკამენტების მიწოდებაზე. და ჩვენი საუბრის ბოლოს სავარაუდოდ იცვლება თუ არ დავაზუსტებ მაინც რაიმე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც კერძო დაზღვევით სარგებლობდნენ და ახლა აღარ სარგებლობენ, მაგრამ აქვთ პრობლემა, თქვათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართვის იყვნენ ასეთები და მაინტერესებს ამ მიმართულებით რა მიდგომა იქნება. დიახ, ეს იყო მართლაც მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც ნაწილობრივ რჩება. 500,000-ზე მეტი კერძო დაზღვევის მქონეთაგან ნაწილი სარგებლობდა ორმაგი დაზღვევით, მცირე, მაგრამ ეს რამოდენიმე ათასი ადამიანი არის და ასევე რამოდენიმე ათასი ადამიანი, რომელსაც ჰქონდა კერძო დაზღვევა 2013 წლის მდგომარეობით, მერე დაკარგა, მაგრამ საყოველთაო ვეღარ შეიძინა ამ კრიტერიუმების გამო. სწორედ ამას ემსახურება ჩვენი მცდელობები, რომ ეს ბაზები დადარდეს, ასე ვთქვათ, გახდეს ლოგიკური და შეიძლება ის, რომ ვისაც ჰქონდა მინიმალური პაკეტი, შეეძლება უკვე საბაზოში მიიღოს, ხოლო ვისაც ჰქონდა კერძო სადაზღვევო პაკეტი, ისარგებლოს მხოლოდ კერძო სადაზღვევო პაკეტით და არა ორივეთი ერთად. დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. დავით სერგეენკო პასუხობდა კონტაქტის შეკითხვებს.